დროები მოგესალმებით, ეს ჩვენი მორიგი ეპიზოდია, ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ, არ ჩერდებით. ისე ყველა დასაწყისი რა ასეთი მაქვს, არ ჩერდებით ისე. ხო, და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მხარდაჭერ კომპანიას, რომელიც არის WhiteBit Georgia, რომელიც არის ევროპაში უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტობირჟის WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორი საქართველოში. აბა რა, ყოჩა, აი, კარგად დაიზეპირა უკვე მესამე ვიდეო და შენ შემოგევლე რა. Real Madrid. Real Madrid-ი გიწერია? PSG. Arsenal. კითხვა რა იყო? შენი ფავორიტი გუნდი შემდეგ რომელიც უჩევატკირო ყველაზე მეტად. იცი რა არის? შენი ფავორიტი გუნდი რომელია? არ ყავს ფავორიტი გუნდი. ფავორიტი გუნდი მართლა არ მყავს და მაგიტომ просто just გუნდი დავწერე. ყველაზე ალბათ ბავშვობაში ვიტყვი. ბავშვობაში უბრალოდ იმას სტიკერებს ვაკრავდით, აი რაღაც ჟურნალისავით ქონდა და რაღაც სტიკერებს ვაკრავდით და მანდ იყო, მგონი Real Madrid იყო, თეთრი ხო იყო? რა? ხო, აი მგონი Real Madrid იყო. თუ არ ვწდები და უბრალოდ Arsenal-ი დავწერე. შენ ბავშვობაში ისეთი მაგარი Real Madrid-ი იყო და მაინც მგონი როგორ არის? ბავშვობაში ვაფშე არ იყო Real Madrid-ი კარგი. გალაქტიკო ამის ბავშვობაში, ჩვენს ბავშვობაში არ იყო? მე ჟუნინიო პარნაბუკანო სადაც დაიჭირა იქ გავიგე. ვიგე, მაგრამ ანუ Real Madrid-ის შემადგენლობა შემადგენლობა მარტო რა მნიშვნელობა აქვს, ვერ მოიგეს ვერაფერი ტიპი. გავიგე ხო რა ვერ მოიგე. მე უბრალოდ დავწერე ის გუნდი, რომელიც უბრალოდ გამახსენდა Arsenal-ი. ხო. ოკეი. კოსტა, შენ რატო დაწერე Real Madrid-ი, Real Madrid-ი? Real Madrid-ი დავწერე, Real Madrid-ი ვთქვი პროს. ხო. იმიტომ დავწერე, რომ მაგათი იდეაში მაგათი ფეხბურთი მომწონს ყველაზე მეტად მბაპეს გულშემატკივრობთან Real Madrid-ში რაც გადავიდა მის ანუ ხვიჩაზე მეტად მბაპეს გულს. არა, ხვიჩაზე მეტად არ გულშემატკივრობ. მაშინ რატო არ დაწერე PSG-ში? იმიტომ რომ PSG-ს უგულშემატკივრობ მარტო იმიტომ რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. რა თქმა უნდა. მეტი მიზეზი PSG-ზე არ მაქვს და რა თქმა უნდა. PSG არა, PSG-ო. PSG ხო, უკაცრავ. ეგრე გვითხრეს. PSG-ზე მეტი მიზეზი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ კვარა თამაშობს მანდ და Real Madrid-ზე ბევრი მიზეზი არა, მაგრამ მაგათ ფეხბურთი მოკლედ ყველაზე მეტად მომწონს, თუნდაც საყურებლად რა. ძალიან საეჭვო ხარ მოდი პირდაპირ. მე ვარ საეჭვო იმის გამო, რომ Madrid-ის Real-ი მიწერია, მე გადავები. აი, მიშა ფეხბურთს არ უყურებს და კიდევ მესმის ეგ პასუხი რო დაწერა, მაგრამ შენ რომელიც ფეხბურთს უყურებ და ადიქი და დაწერე, Real Madrid-ი როცა შეგეძლო დაგეწერა ნებისმიერი გუნდი სადაც ქართველი თამაშობს, მაგრამ Real Madrid-ი დაწერე შენ მაგრა გამიკვირდა პირდაპირ ვიტყვი. მე ხა ხვიჩას გამო დავწერე და თან ყველაზე ახლოს არის ეს გუნდი, ანუ წარმატებებთან, ანუ ლიონსაც გულშემატკივრობ და ავი ყველა გუნდს ვალენსიასაც და ჯერჯერობით ვალენსიას და ლევანტესაც და ასე შემდეგ და მერე სპორტინგს. მაგრამ, ნუ მოკლედ ხა დღეს PSG არის ყველაზე მაღლა. თუმცა დავაკონკრეტებ პროდიუსერმა მითხრა გაისად ვისო გულშემატკივრება. თვითონ ლივერპულის ფანია და ანუ ნამიოკი ჩამერტყა რომ მამარდა რო გადავა ლივერპულს გულშემატკივრება. მოდი ამას გაისად გიპასუხებთ. მე მანჩესტერის ფანი. ხო, მე ვერ დავწერდი ნებისმიერ სხვა გუნდს, United-ის მერე, ჩემთვის სხვა გუნდი არ არსებობს. არსებობს ის გუნდი, სადაც ქართველი თამაშობს. მე მგონი ჩემზე ეჭვი არ უნდა გქონდეთ. არჩენ და არჩენ. 3, 2, 1. კოსტა. არა მე ვიყავი. თორა Real Madrid-ი გიჟი ხო არ ხარტო? ანუ PSG ქართველი თამაშობს, ანუ ტიპი გვისურვებს აზრი არ არის ფეხბურთის და ერთმანეთს ვადებთ ხელს. ბიჭო, იმიტომ რომ აი მიშაზე ეგრევე ეგ მოგ. წინა ეპიზოდში დეინერის ხალი აირჩიე და იმიტომ რომ მომოა გინდოდა რომ ის მიშა, შენი კითხვა რა იყო ეს Arsenal-ი რო დაწერე? პირველი თამაში რა უყურეო? რომელი გუნდის თამაში ნახები? Arsenal-ი და ვინ იყო? არ ვიცი. უბრალოდ მართლა დავწერე ის Arsenal-ი, იმიტომ რომ გამახსენდა Arsenal-ი. ღმერთო, აი როგორ წავაგეთ? Doctor Strange. Iron Man. თორი. კითხვა რა იყო? Marvel-ის სამყაროს რომელი პერსონაჟი იქნება? სამივე კარგი პასუხია ჩემი. კარგი პასუხი ნებისმიერია, იმიტომ რომ Marvel-ის სამყაროში უკალი და ისევ Iron Man-ი მეეჭვება, როცა შეგეძლო შეგერჩია ნებისმიერი რაღაც სუპერძალით, ანუ იმას გავიგე. ღმერთია. ხო, ღმერთია. მე, ანუ რა ვიცი, Strange-ი ხა პიუ პუმ პაუ რაღაც ისინი შელოცვები რაღაცეები თელს მე წარმოიდგინე მდიდარი ვარ და იმდენად ჭკვიანი ვარ რომ უბრალოდ სიმდიდრით ვარ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მაგარი დიდრობა არაფერ შუაში არ არის თორმა რომ თორი არ არის მდიდარი ანუ არა ერთ-ერთი არ სჭირდება ხო მაგას თორს არ სჭირდება ხო მაგა ეგ არის თემა ყურე თორს არ სჭირდება ეგეთი გავიგე მაგრამ მე დედამიწაზე ვცხოვრობ ჩემი სიმდიდრით და შეგიძლია თორით შეგეძლო ყველგან ყველაფერი შეგეძლო მოგზაურობა მე შემიძლია პორტალებში ყველაფერში მოგზაურობა და შენ აირჩიე ტიპი რომელსაც კოსტუმი რო არ ქონდეს არაფერს არ წარმოაგენ ვიღაცამ ქუჩაში კოსტუმი ვინ შეუქმნა
თვითონ არა, ქუჩაში ანუ წარმოადგენს ხო? გავიგე, მაგრამ კოსტუმის გარეშე როგორც კაპიტან ამერიკამ თქვა, არაფერს არ წარმოადგენ. გავიგე, მაგრამ კოსტუმის გარეშე კი ბატონო სუპერგზალები არა აქვს, მაგრამ კოსტუმი შექმნა თვითონ. ტიპი მილიარდერია, ტიპი გენიოსი. ტიპმა ყველა გადაარჩინა ასე თუ ისე. კი, გადაარჩინა, მე ხო ანუ სიკვდილი გინდა? აჰ, მაგცა ჩემ. დიდარი კი არა და. დიდარი ტინი წაიღო. სიტყვა ამერია, ბოდიში ისა რა ქვია. გმირულად დაიღუპა. სტრენჯი ვარ ყოფილიყო და ის მომავალი რო არ ენახა, ესეც ვერ გაწირავდა თავს. იქ სხვა გადაწყვეტილება რომ სტრენჯს რო არ მიეცა ის ქვა. ეს არაფერი ეს არ მოგდებოდა. ეხა მიშა რო იყოს იმპოსტერი, შენ ეს კითხვა მართლა რო დაგეწერა, ბიჭო, ძალით ცდილობ რომ იმპოსტერმა მოიგოს. რატო ცდილობ ძალით რომ იმპოსტერმა მოიგოს? სხვა ახსნა არ მაქვს, ბიჭო, ანუ შენ მიდიხარ რაღაცა ლოგიკით, თუნდა დეინერისზე შანსი არ არის არ დაწერდიო, ანუ ხო, ანუ ჯეისონ არა და გეუბნები რომ ტიპი დრაკონებს აკონტროლებს, რატო შემეცი ამ ჯეისონ მომოათი? იმიტომ ჯეისონ მომოა მიხმარა მაგის მაგის გამო არ უხმარია რომ შენ დრაკონებს აკონტროლებ და ამიტომ მოდი გიხმარო. და შენ ადექი და დეინერისი არჩე. კაი, ან იმპოსტერი ხარ, გიო და მაგრა გვისულებ. კაი, ერთი ამას ვასწავლი. 3 2 1 კოსტა. კოსტა თუ შენ? ანუ ასე ხარ იმდენად იყო იმპოსტერი რომ კოსტა უთქვა. გიორგი უნდა მეთქვა. კაი, შენ თქვით და შენ ხარ? ჰა? შენ ხარ? შენ შევძე თქვი? კი. რატომ მე? ხარ? ხო, თავისთავად ეს იყო ბიჭო იმპოსტერი. რა ქონდა კითხვა? ჩემი კითხვა იყო, რომელი მარველის სუპერგმირი არის ყველაზე გუნდური მოთამაშე შენი აზრითო და დავწერე აირონმენი, იმიტომ რომ ხო, ბოლოში ძალიან გუნდური აღმოჩნდა და კი ბატონო და სპაიდისას მაგრამ მისცა კოსტუმი მოკლედ რა, აირონმენი დავწერე მაგისგან. კი, ჩვენერი პასუხია. ხაი ხედავ, რომ მიჯერებ, ვიგებთ. რატო შეკარით პირი ბიჭო, არა, იცი რა, შენ როცა არ მიჯერებ, სულ ვაგებ და უფრო არ მიჯერებ. უსახური მშენებლობები. საცობი. კითხვა რა იყო? შენი აზრით რა არის დედაქალაქის ყველაზე დიდი პრობლემა? ჩემი აზრით ორივეა. ჩემი აზრითაც ორივე. შენიც არის, საცობიც არის. ერთადერთი თემა ის არის, რომ აი არ ვიცი, მიშა საცობს ამდენ დაწერდა, არ ვიცი. რა დავწერდი? საცობი და პარკინგი არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქალაქში და. ადამიანი რომელსაც საცობი და პარკინგი აქვს პრობლემა, ნახევარსაათი არ ფიქრობს, პასუხი რა დაწერა. კი ბატონო. მე საცობსა და ამას შორის ვაკეთებდი არჩევანს და ეს ავიქჩე, იმიტომ რომ ვიცოდი საცობს ვიღაცა დაწერდა, რადგან ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ მე მაინც მშენებლობებზე ვილაპარაკებ. ჯერ ერთი სადაშენებენ რაღაცა მთა არის მოჭრილი და ნახევარი корпуსი რო გარეთ დგას და ქვევით წყალი, ანუ ახალაშენებულ корпуსში რო წყალია ჩამდგარი პირველ სართულზე და ასე შემდეგ, პლუს კიდე ხეებს ჭრიან იმისთვის რომ корпуსი ჩადგან, ერთმანეთს მიტყუპებული корпуსები თბილისის ინფრასტრუქტურა საერთოდ რო არ უხდება, მაგრამ მაინც რაღაცა საშინელებას, მახინჯობას აშენებენ. მოკლედ რა, ძალიან ლამაზი ქალაქია ჩვენი ქალაქი და ძალით ვამახინჯებთ მე თუ მკითხავ რა. ხო, საცობი ისეთი პრობლემა, საცობი ბევრ ქალაქს აწუხებს საკმაოდ რა. ისე არ მინდა გამომივიდეს რომ მარტო თბილისში არის ეს პრობლემა და მოგვარების კუთხითაც მარტივი მოსაგვარებელი არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ფართო ქუჩები, იქ რაღაც ზემოდან ბევრი რაღაცაა დასამატებელი რა და პლუს ამას დამატებით საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა გამოსწორდეს, ამ ძალიან დიდი პრობლემაა, რაც მარტივად სამწუხაროდ კომპლექსური პრობლემაა გეთანხმებით. მარტივად ვერ მოგვარდება და ის არ არის რომ ეხა ადექი და მიდი მოაგვარ. აი ეს მარტივად მოსაგვარებელია, ნუ გასცემ ნებართვებს და მოგჭა. მან პრობლემა იცი რა არის? უკვე იმდენი ეგეთი მშენებლობა იყო. ხო, აი როგორ უნდა გამოვასწორო ნუ გოდესღაც ხო უნდა დაიწყო, აი შეწყვიტო უпростоრედ ნებართვების გაცემა ყველაფერზე. ხო, მართალი ხარ. აი ეხლა ხან არ დავასახელებ სამშენებლო კომპანიას, მაგრამ უნივერსიტეტის ქუჩაზე დაასრულეს და დაახლოებით თვე ნახევარში პარკინგის პირველი ორი სართული -1 და -2 დაიტბორა. ანუ რა არის ეგ? აი რას ნიშნავს? ხო, აი და მე მან კიდულობ სახლს ბინას და იქ უნდა იცხოვრო, სადაც კი ბატონო. და თან მახინჯი შენობა, ანუ მოკლედ რა. მშენებლობაზე და საცობზე მე მგონი არ დავთ რომ პრობლემები არის ქალაქში, მაგრამ სერიოზული პრობლემებია. 3 2 1 მიშა მე ვიყავ. ვიწყებთ მეოთხე რაუნდს, თქვენ ამასობაში გამოგვიწერეთ და ზაგის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ. დამირეკეს, უნდა გავიდე. გასუგდი. არაფერი. კითხვა რა იყო? ყველაზე სულელური აღიქავს როგორთვის. დამირეკეს, უნდა გავიდე. ნუ გასუგდი არის ალბათ ისეთი რამ რაც მithქვამს, მაგრამ დავაკონკრეტებ, თიკასთვის არ მithქვამს, ეს ერთი. მეც დამირეკეს უნდა გავიდე თქო, მეორე ნახევრისთვის არ მithქვამს. ხო და გასუგდი ისეთი რამეა რა, ანუ მართლა არ უნდა თქვა ჯერ გასუგდი. აიცი რატო უთხარე? პირდაპირ ვიტყვი, რომ ადამიანისთვის კარგი გინდა. და გინდა რომ
დაიკლოს, კარგად გამოიყურებოდეს და პირველ რიგში ჯანმრთელობის სტუდია. მე ვიზე რა უნდა ვთქვა, მე თვითონ შეხედე რამხელა ვარ და მე უნდა მითხრას ადამიანმა გასუგდიო რომ ჭკუაზე მოვიდე რა. მოკლედ პირდაპირ უთხარი უბრალოდ წარესი მართლე აჯახა. ხო. მე და ამერიკას უნდა გავიდე თქო, ერთი რაღაც ძალიან fail შეხვედრა მქონდა და გიორგის მივწერე რომ დამირეკე და უბრალოდ ტელეფონში იყვირე თქო და დამირეკა ტელეფონში რაღაცა სისულელეებს ყვიროდა და მეც ანერვიულებული და აღელვებული სახით უთხარი რომ სასწრაფოდ უნდა გავიდე, მე რა შევხვდეთ და მე ისე შევხვდი როგორც თქვენ შევხვდით მაგას. ისა, მიშა. მე გოგოებს სულს არაფერს არ ვეუბნები და მაგიტომ არაფერი დავწერე. შენ რა, კაი კეთილი ბიჭი. ო, ეგეთი ვარ. ძალიან გოგოებო, გაიცანით მიშა, არის ან მომწერეთ, იქნებ მაქვს რაღაცა ნათქვამი თქვენთვის და მომწერეთ. დასაოჯახებელი ახალგაზრდა ბიჭია. არ მახსოვს. პერსპექტიული. მოკლედ გოგოებო თუ მიშა მოგწონთ, გაგაცნობთ, კარგი ბიჭია ძალიან, საყვარელი როგორც ხედავთ, უსაყვარლესი ბიჭია, კეთილი ადამიანია. კეთილი ადამიანია, თბილი ადამიანია, ღირსეული ადამიანია პირველ რიგში. ვა, მადლობა. გაცნობა და ოჯახების ცენტრი, ბროები მოგესალმებით. ხო, 5x8 კარგი, მოდი, ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3, 2, 1. მიშა. არ ვიყავი. ეგეთი კაიტები ხარ რო არიკავი? ხო. იმიტომ რომ მე შენ ვიყავი. იყავ. მე ვიყავი იმპოსტერი. ჩემი კითხვა იყო ფრაზა რომელიც არ უნდა უთხრა გოგოს რომელიც მოგწონს და არ უნდა უთხრათ გოგოს რომელიც მოგწონთ რომ გასუგდა. თქვენ ამასობაში გამოიწერთ ახი, ოღონდ შევკვირდით რომ გამოიწერთ და არ მოგვატყუებთ. მუსოლინი. დუჩე. მამა ჩემი. ბაბუა ჩემი. კითხვა რა იყო? შენი მისაბაძი მაგალითი ადამიანი. შენი მისაბაძი ადამიანი, რომელსაც კი ბატონო. მუსოლინი. რაღაცა მუსოლინი ეგრევე. ნაჭყე. ხო. იცნობ. კოსტას ვიცნობ. მე პაროლის Wi-Fi-ის პაროლი რა არის, ეგეც ვიცი, მაგრამ მაინც მეჭვება მისაბაძი. თან ის უნდა დაეწერა. ხო, რავი ახლა. ის ახლა ხო ხდები ის. არა მგონი არა, რა მუსოლინი ხო არ მეგაბარ. რა გინდა? მუსოლინისთან რა გინდა? ბევრი კითხვა მაქვს მაგასთან. ტიპმა არაფრიდან დაიწყო და რომის იმპერიის დაბრუნებით შეპყრობილმა იდეით შეპყრობილმა ადამიანმა რა ვიცი, სასწაული იქნა, ქვეყანა დაიჭირა ხელში, საკუთარი იდეოლოგია შექმნა, რომელიც მანამდე არავის არ ქონდა. მაგრამ მუსოლინი არის ადამიანი, რომელმაც რა, ფაშიზმი შექმნა. შექმნა. ხო, მაგას ვამბობ. ანუ ხო, იდეოლოგია შექმნა. ბენიტომ დაიწყო საერთოდ და არაფერი. მე გამოეთიშარო რომ ნახა რომ ის მე ბაბუა ჩემზე არ ვიცი, მაგაზე უკეთესი ადამიანი ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იყო და არის და მაგაზე უკეთესი გავხდები თუ არა არ ამგონია, მაგრამ იმის დონეზე თუ მივალ მე გამიხარდება ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგი პასუხია. მამა შენზე კითხვა მე არ მაქვს. ვიცნობ და არანაირი კითხვა არ მაქვს. მიშა მგონია იმპოსტერი მე პირად. გიორგი თუ იმპოსტერია, მე არ ვიცი. მე რო საქართველოზე ვარ, ახლა სადაც ვიღებთ ამ სტუდიაში და გადავხტები. მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ, მადლობა რომ დადებითად შეაფასე მამა ჩემი. ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3, 2, 1. მიშა. კოსტა. თქვი რომ შენ იყავ. გთხოვ. კი, რაცო ეს მე ვიყავ. კითხვა რა იყო? ჩემი კითხვა იყო ადამიანი, რომელიც მისაბაძი არ არის. მუსოლინი არაა მისაბაძი, იმიტომ რომ თუ რაღაცა იდეას ემსახურები, ბოლომდე მაინც მიყევი, შუაში არ უნდა გაჩერდე. ხო, და მართალი ხარ. კარგი ბოლო რაუნდი, სუპერ რაუნდი. იმდენად ახლოს ვართ კულებში, რომ მოკლედ ამ რაუნდს ვინ წააგებს, ეგ არის განწირული, ეგ შეასრულებს დავალებას, იმ დავალებას, რომელიც თქვენ დაწერთ. და დავიწყეთ. ჩემი პასუხი არის საათი. ჯვარი. ქუდი. კითხვა რა იყო? შენი განუყრელი აქსესუარი. შენ კი იცი ქუდი რატომ იკეთია და სულ ქუდით ვარ და ქუდის garaშე არც კი ვიცი, მე არ ვიტყვი, ხა მიშა სულ ქუდი რატო უკეთია, ალბათ მოვადრო როცა მიშას ენდო. ეგეც მელოტია და მალავს უბრალოდ. არა, მაგის გამო არ ხოდა უკეთია. ვიყუმრე შეჩემ რა გჭირთ. ხო და ვიტყვი. ხო და მე მელოტიც ვარ ხო? მელოტიც არის მიშა, მაგრამ სხვა მიზეზის გამო უკეთია ქუდი, მაგრამ მე სხვა დროს გაიგებთ, როცა ენდომება მიშას ამაზე საუბარი. მე საათი ვთქვი და რა გიხერავთ. საათს სულ მიკეთია, სხვა არ მაქვს ესეთი აქსესუარი პირდაპირ ვიტყვი რა. ფიქრობდი მიკროფონს. რაღა დაგიმალო პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ ნუ საათს სულ მიკეთია, ამიტომ საათზე გავჩერდი. მე ჯვარი სულ მიკეთია, არც ღამე ვიხსნი, არც აბაზანაში უკაცრავად.
მოკლედ რა ჯვარს საერთოდ არ ვიხსნიდა განუყრელი აქსესუარი მე ეგრევე მაგრამ ჯვარი აქსესუარი არის რელიგიური სიმბოლოა მაგრამ აქსესუარი სიმბოლოა ვიდრე ხო მაგრამ ნუ ეხლა აქსესუარად ანუ ყელზე ხო იკეთებ ჩემს შემთხვევაში ახლა ზოგს ბრასლეტზე უკეთია მაგრამ მე ყელზე ვარ და იმდენად კარგი პასუხები გვაქვს რომ მართლა არ ვიცი რა მართლა არ ვიცი მე უბრალოდ მე ჩემ პასუხში დარწმუნებული ვარ და მგონი შენ მოვიჭველი იცი საათი შენ მართლა სულ საათით დადიხარ და შენ უფრო უკეთესად გიცნობ და უფრო ყოველდღე ხედავ თითქმის და აი კოსტას ჯვარი ხო თან ჯვარი ესეთი რამეა ვერც ნახავ ხო რა აი არ ვიცი ვერც ნახავ რა აგე ყოველთვის მიჭავს რომ ჯვარი მიგეთია რო გითხრა არ ვიცი მე გიორგი მგონია და გეტყვი რატო კი საათები უყვარს გიოს და საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს საათების. ნუ დიდი შეფასებითია, მაგრამ ჩემი შეფასებით ახლა 30 საათი როგორ ბევრია. ხო და რასაკეთ? ვითოლე რა შემთხვევაში მაწყობს ვისი ისა. მაგრამ რო გადავჭი რა. მაგრამ განუყრელი აქსესუარი გიორგისის საათი არ მგონია, იმიტომ რომ განუყრელს კაკრას მაგას გულისხმობ, რომელსაც თითქმის არ იხსნი და ჩემ შემთხვევაში უბრალოდ დაემთხვა რომ თითქმის კი საერთოდ არ ვიხსნი. 3 2 1 კოსტა არ ვიყავი. აუ მიშა იყო და. კი მე ვიყავი. შენი კითხვა რა იყო? აქსესუარი რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს. და ქუდი გაღიზიანებს? ხო. სულ მიკეთია, სულ ქუდი დავდივარ, მაგრამ ისე მაღიზიანებს ეგ ქუდი რომ აი, მაგრამ ვერ იხსნი რა. სულ ეგ მესმის შენი კარად მესმის. ძალიან კარად მესმის და მაგი ძალიან კარად მესმის და გაგიმართლა რომ ეგ იყო რა. მოკლედ ასეთი თემა მე დავმარცხდი. ისევ დამიწერეთ კომენტარებში მე რა შევასრულო. გამოიყენეთ ფანტაზია, ოღონდ ესე ანცუდიც არა. ეხლა მალე შემოვა ჩვენი соуსები და სანამ ჯერ კიდევ ლაპარაკის უნარი მაქვს, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Whitebit, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ რეგისტრაციის შემდეგ პირველი თვე 0%-იანი სავაჭრო საკომისიო გქონდეს. ასევე $20 პირველადი შენატანის შემთხვევაში მიიღებთ $5 ღირებულების Ape Coins, $200 ინვესტიციის შემთხვევაში მიიღებთ VIP level 4S, ხოლო $500 ინვესტიციის შემთხვევაში Trading Wheels და ერთ თვიან უფასო გამოწერას. მოკლედ ვიწყებთ მიშას თხოვრო არ დამინდოს და ანდა დამინდოს. соуსი შემომაშველე თუ შეიძლება. ღმერთო ჩემ. ამწამს გავსინჯე და ძალიან ცხარე და იმედია თუნდაც გახტები. მე რო თუნას რაღაცა დამალევინე რძიანი. არა დადეძმაო. ცოტა აღარ არის ამდენი აუ საშინელება. არ მინდა გადი. მოკლედ არ მინდობენ. აი მეორე соуსაც შემოვიდა. ამის სულიც ცხარეა და მოდი ცოტა და შემთხვევით დაგექცეოდა ალბათ რომ არ გინდოდა ხო? არ მინდოდა, მაგრამ ცოტაც დავამატოთ. აჰა, მგონი რომ შენ ადგილზე არ ვისურვებდი ყოფნას. აია, გემრიელი მაინც არის? ვაიმე საშინელებ გემრიელი განაირად იქნება ცხარის გარდა ვერაფერს ვზოვ. ცოტა დავასხი ახლა. ღმერთო. კატასტროფულად ცხარია. ეს კიდე უნდა ვჭამო? ხო, 5 წალი რა. ეგრე შევთანხმდით რა? 5 წა. შე გემრიელად ჭამ რომ მგონია რომ არა ცხარ. მინდა გაგასინჯო. არა ბატონო. გეფიცებით ვიოფლი მას ხამს. ხო და 5 ნაღდად ვერ შევჭამ ამას ძმაო, კატასტროფა, გასასვენებელი გავხდები მიშა. აი 3 მაინც ჭამ. 3-ს ვეცდები, აი მეორე არის ეს. თავიდან რომ კბეჭს სივია და ქსიამოვნებს და მე 2 წამში მოაქვს საშინელი სიცხარე. არა, ბევრი რო ასხია ეგ აიღე, ბევრი ასხია, შეხედე, აი. აუ პიზდეთ, ზანა. გამოიწერეთ მეგობრებო, ჩვენი არხი, დაალაიქეთ, აი ამ ბინძური თითებით განიშნებთ, მაგრამ ოკეი.